შენ გეუბნებიან რომ უნდა შეეგოს იღარიბეს. გარწმუნებენ რომ აქ არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს. უნდათ დაგაჯერონ რომ ეს ქვეყანა არა შენი, არამედ მათი საკუთრებაა. ცდილობენ გაფიქრებინონ რომ უკეთესი დღე შეუძლებელია გათენდეს. ისინი ოცნებობენ რომ შენ სასოწარკვეთილი გაიქცევი საკუთარი ქვეყნიდან. მაგრამ ისინი გატყუებენ. აქ შენი სივრცეა და შენი ხმა ისმის. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა შენს პრობლემაზე. და აქ შენ იპოვი რწმენას, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. ეს სხვანანუკაა შენი მოკავშირე მთავარ არხზე. სხვანანუკა მთავარზე. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 10-ზე. საღამოს 7-ისა დღეს არ ვაპირებ დღესაც ტრადიციის დარღვევას და ისედაც დავიწროებულ და დაძაბულ გარემოს გართულებას. დღესაც მინდა გამოგადგეთ უკეთესი განწყობის შექმნაში და რომ ვიფიქრეთ მთელმა ჩვენმა გუნდმა რისი გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. მოკლედ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგეხსენება ჩვენ შეზღუდულები ვართ. გადაწყვეტეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოგზაუროთ და გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენ შორის ავარჩიეთ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ რასაც დღეს ნახავთ, დღეს გაიცნობთ კეთილ ადამიანებს და ასევე ნახავთ ემიგრანტებს, რომლებიც ამ დრომდე ითხოვენ საქართველოს დაბრუნებას. მოკლედ იცით რომ სტატისტიკა არ მიყვარს, მაგრამ უნდა გითხრათ რომ კორონით მაგალითად თუ გუშინ წინ ზუსტი მინდა ვიყო, გარდაიცვალა 3460 ადამიანი, შიმშილით მთელ სამყაროში ბუნებრივია, შიმშილით გარდაიცვალა 25000. და ყოველწლიურად მთელს დედამიწაზე საშუალოდ 3 მილიონი ადამიანი იღუპება შიმშილისგან. ანუ კორონაზე ბევრად რთული გამოწვევა სამყაროსთვის მშიერი ადამიანებია და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საბალდებულო თვითიზოლაციის ფონზე, განსაკუთრებით საქართველოში. მოგეხსენებათ რომ აუცილებლად აქვე უნდა წავიკითხო და უნდა ვთქვა ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 45000 ადამიანი დარჩა უმუშევარი, თუ ამას და ეს არის ადამიანები, რომლებიც გარემოვაჭრები არიან, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზრობებზე მუშაობდნენ, ბაზარში, აგრარულ ბაზრებში მუშაობდნენ. თუ დაუმატებთ, რომ მათ 13 ოჯახის წევრები ყავდა, ესენი იყვნენ ფაქტურად ოჯახის ერთადერთი მარჩენლები, ანუ 45000-ზე გაცილებით უფრო მეტი ადამიანია დღეს მშიერი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათთვის გამოძევნის სახსრებს, ფინანსურ სახსრებს და მე მგონია, რომ ჩვენც ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა გავლენები გვაქვს, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაცები და ჩვენმა შემოქმედებით მეჯგუფმა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ეთერით, აი ამ სივრცით, ტელევიზიით და იმედი მაქვს, რომ რაღაც გამოსავალს ჩვენც ვიპოვეთ. დღევანდელ გადაცემაში შევარჩიე ორი გმირი, რომლებიც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ, რომ ამ სტატისტიკის ნაწილი არ გახდნენ. ჩემი პირველი გმირი ახლა კი 17 წლისაა, თუმცა 8 წლის იყო, როდესაც პირველად 10 ცალი ყვავილი ერთ ადგილას ნასესხები ფულით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იყიდა და სხვაგან გაყიდა. ასე გრძელდება დღემდე, მაგრამ ახლა მისთვის უმძიმესი დღეებია, როცა არც ყვავილებია და არც მყიდველი. ნოდარ უხაძე მოგიყვებათ ამბავს, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ და თქვენ უკვე იცით, როგორ ერთიანდებით. და თქვენ უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ გაერთიანება გაჭირვებული ადამიანების ირგვლივ შეგიძლიათ და თქვენ უკვე იცით, რომ ამ დროს ერთ ლარსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე განთავსებული იქნება ანგარიშის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი თანხა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი გმირი გადარჩეს. მე ვარ გიორგი კოლდარი, 5 დეკემბერზე ვცხოვრობ 17 წლის. 8 წლიდან ვყიდი ყვავილებს და აი ესეთი პატარა ვიყავი, რომ დავიწყე ყვავილების გაყიდვა. წავკისის ვარდებს ვყიდულობ 15-20 წელს და იმლისს ვყიდულობ, სკოჩს ვყიდულობ. დედაჩემთან ერთად ფუთავ, ჩემ პატარა ძმასთან და ჩემ პატარა დასთან ფუთავ. და ლესელძეზე და რუსთავაზე, პეროუზე, ღვინეს ქარხანასთან, ვაკეში, საბურთალოზე. ყველა მიცნობს უკვე ბარში რომ მივდივარ, მოდი, კიდე სამზარეულოში კიდე მეუნებიან, ბარმენები მეუნებიანო, გინდაო რამე კოკოლა ან წვენი დაგისხაო, ან სენდვიჩი გაჭამო მეთქი, თუ მაჭმო მადლობელი ვიქნები მეთქი და ერთ სენდვიჩი კი არ მაძლევენ, 5-6 სახს მაძლევენ და კიდე კოკოლას მაძლევენ, ფრის მაძლევენ. ბარებიც დაკეტილია, მაღაზიებიც დაკეტილია, ყველაფერი რესტორნებიც, ბარებიც, ვაფშე ყველაფერი დაკეტილია. ხა რო ვიყიდო, სად უნდა გავყიდო? ისე გვიჭირს, რომ საჭმელის ფულიც არა გვაქვს, ქირის ფულიც არა გვაქვს და პატარა დასთვეს და პატარა ძმასთვის
ის რო ვიყიდოთ, ტანსაცმელები რო ვიყიდოთ, ვირუსები რო არის, ვერ გავდივარ, იმიტომ რომ დედაჩემს შეშინია, რომ ფული რომელსაც ის ვირუსი რო არ ქონდეს და დედაჩემს შეშინია რა. ხან მეზობლები გვაძლევენ კარტოფილს, ხან მაკარონს გვაძლევენ, ხან იმას გვაძლევენ, ზეთს გვაძლევენ და ესე ვარჩენთ პატარა ძმასთან და პატარა დას. რავი, ამბობენ რომ 25-ში იხსნება ყველაფერი და ვნახოთ, აბა 25-მდე ვნახოთ. თუ გაიხსნება ვინმესთან ვისეცხებ ან 15-20 ლარს რომ წავიდე, ყვავილები ვიყიდო, ქაღალდი ვიყიდო და რო გავყიდო და ისევ დაუბრუნო იმ ადამიანს და ერთხელ ორჯერ კი არ უსესხიათ ფული. რავი, ერთხელ 50 ლარი მაჩუქეს და გამეხარდა. ბიზნესმენი იყო რა, სახელდაგვარი ეხა არ ვიცი. ღვინის ქარხანაში შევედი, მაგიდასთან მივედი, უკაცრავად ერთ ყვავილს ხო ვერ იყიდი დიდი ბოდიში რომ შეწუხებისთვის მეთქი. და კი არა რა, შეწუხებისთვის მუშაობ და მეთქი დიდი რომ მაჩუქეს მეთქი დიდი ბოდიში და მადლობელი ვარ მეთქი. და მე გამოვიდა ის კაცი და მითხრა რომ საჭმეს გიყიდიო, პატარა დაყავს და პატარა მოყავს და მაგიდასთან დამაჯინა და სენდვიჩი მიყიდა, ფრი მიყიდა, კოკა მიყიდა. გამეხარდა მეთქი, აი ნახევარ შევჭამდა მეთქი და ნახევარს სახში წავიღებ მეთქი პატარა დამყავს და არა ჭამეო და ისე ორ სენდვიჩი გიყიდიო, ფრის გიყიდიო, კოკას გიყიდიო და წაიღეო სახშიო. და ტაქსის ფულს მოგცემო კიდევ რომ ძია მეთქი, დიდი მადლობა მეთქი რომ ამ გასაჭირში რომ დამეხმარე მეთქი. მეც გასაჭირში გავიზარდეო, მეც დედა მყავსო, მომიკვდაო, მამა არ მყავსო და ეგრე ბიზნესმენი გავხდიო. და როცა შეგეძლებაო დამერეკეო რა, რამდენი ხანი არ დამერეკეა. როცა ნომერი დავკარგე, თორე დაურეკავდი და ფეხბურთელი მინდა რომ გავხდე, მერანში უთამაშობდი. შემომთავაზეს დინამოში ხო არ გინდა მეთქი არა მერანში ვითამაშე მეთქი რომ აი არ მდოდა გადასვლა იმიტომ რომ საძმაკაცო მყავდა უფასოდ მათამაშებდნენ რომ კარგად თამაშობდი და ეხა ის მასწავლებელმა დამერეკა და მეთქი ვერ მოვდივარ მეთქი რომ გასაჭირში ვარ მეთქი და კაიო როცა პრობლემა აღარ გექნებაო შეგიძლია მოხვიდეო რა როგორც თამაშობდი ისე შეგიძლია ითამაშო საქართველოს თამაში რო იყო ამოსულაშვილი, კობიაშვილი, ყველა ვიპის ბილეთს მაძლევდნენ და უჯდებოდი და უყურებდი. ყველას ვიცნობ ვაფშე, ფედერაციის ხალხს ყველას ვიცნობ. ფეხბურთს რო თამაშობ, მავიწყე და გაჭირვება და კარგად ავარ რა. და ეხა მინდა ძალიან ფეხბურთის თამაში, აი რო ვლაპარაკობ ძალიან ფეხბურთის თამაში მინდა. აი ხო ხედავ, აი მაგანკალებს ხო ხედავ. იმედი მაქვს რომ დამეხმარება ნანუკა დამეხმარება ვიცნობ ერთ-ორჯერ კონცერტთანაც ფილარმონიასთან უჩუქნიათ 20 ლარიც უჩუქნია 25 ლარიც უჩუქნია აი რომ ნახავს თვითონ ილაპარაკებს ამ ქალაქში თქვენ გადაარჩინეთ ტიტების გამყიდველი კაკო ბაბუ, რომელიც ფაქტიურად ვერ ახერხებდა ელემენტალური შემოსავლის მოპოვებასაც კი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გადაარჩენთ გიორგის. ეს სიუჟეტი განთავსდება Facebook-ზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი შეძლებს საარსებო მინიმუმზე მეტი თანხების მობილიზებას და შეძლებს იმდენი თანხის მობილიზებას სწორედ თქვენი დახმარებით, რომ ეს ორი თვე კიდევ მოახერხოს მანამდე ვიდრე იზოლაციაშია მოახერხოს თავის და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაძმის უზრუნველყოფა. ახლა ჩვენ წავალთ ჩატილში, იქ სადაც თვითიზოლაცია ყოველ წელს 7 თვე ისედაც არის კორონავირუსის გარეშე, ჩაკეტილი გზების გამო. მთაში დარჩენილი ადამიანის რაოდენობა დაახლოებით სულ რაღაც 15-ია. მათ შორის არის გოგო, რომელმაც დატოვა თბილისში ყველაფერი და მოხალისე მასწავლებლად წავიდა შატილის მთებში. სიუჟეტს, რომელსაც ნახავთ, მან თავად გადაიღო, სხვათა შორის ამ ბოლოს ძალიან აპრობირებული ფორმაა და გამოსდით ჩვენს რესპონდენტებს, მან თავად გადაიღო და ის თავის გადაღებულ სიუჟეტში თქვენ გარწმუნებთ, რომ დღეს მთაში 60-ია. მე ვარ ზაიაური მარგარეტი 23 წლის 16 აპრილს დახტება 6 თვე რაც შატილში გადმოვედი საცხოვრებლად ვარ შატილის საჯარო სკოლის მუსიკისა და ხელოვნების მოხალისე პედაგოგი. ეს ცხოვრება არის ზუსტად ისეთი როგორიც ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზ მხატვრულ ფილმში ცხოვრება. როდესაც ვიღვიძებ აღფრთოვანებული ვარ და არ მჯერა რომ ვარ აქ. ყველაზე ისეთი პირველი შთაბეჭდილება და პირველი წუთები არის როდესაც ვიღვიძებ და ყავითან ჩაით ხელში გავდივარ ხოლმე
კოშკების ბანზე დავტკბები რაღაც ზღაპრული, დაუჯერებლად ლამაზი ხედებით და შემდეგ უკვე კლიმატის ცვალებასთან ერთად და ამინდების ცვალებასთან ერთად ეს ყველა პეიზაჟი ყოველდღიურად უფრო იცვლება და უფრო საინტერესო ხდება. ბავშვებიდან მიდოდა მთაში გაბრუნება, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი კუთხის დეფიციტს, განსაკუთრებით ძილის წინ, როდესაც ესეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ხელსურათი მიჰყავდა. და ეს შეგრძნება არ გამიქრა იქამდე, სანამ არ გადადგეს ნაბიჯი და არ დავბრუნდი შატილში საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი შატილის მოსწავლეებისთვის ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადამეცა, მაინც იყო გრილვის მომენტი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ისინი მიმიღებდნენ თუ არა ისეც როგორიც ვიყავი, ან საერთოდ მიმიღებდნენ თუ არა. შატილის სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობს და აქედან ძირითადად უფრო მაღალი კლასის ბავშვები არიან. ერთადერთი პატარა არის ქეთო და ოფიციალურად მე ვასწავლი 2 ბავშვს, მე-7 და მე-9 კლასელებს. თითო კლასში თითო ბავშვი ზის. და საერთოდ მგონია, რომ როდესაც ახალგაზრდა, მით უმეტეს ახალგაზრდა მასწავლებელი მოდის მთის ბავშვებისთვის თავისი ცოდნის გადასაცემად, გარდა ამისა, ისინი უნდა იყვნენ მათი მეგობრები, გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, ნებისმიერ დროს უნდა გაუწოდონ მათ დახმარების ხელი. საგანი, რომლის გამოც მე აქ წამოვედი, ხელოვნება, იმდენად თავისუფალი, რაღაც ძალიან ესთეტიური საგანია, რომ ბავშვები, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, უფრო ადვილად იღებენ და ეგუებიან იმ მხრივ, რომ არ არის რაღაც კონკრეტული პრობლემები ან ამოცანები ან ასე შემდეგ. ეს არის ხელოვნება არის თავისუფალი აზროვნება, ასე ვთქვათ, სილამაზის უკეთ დანახვა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა თქვა, ისეთ ემოციებზე, ისეთ ბავშვებზე უარი, როგორებიც მთაში ცხოვრობენ. მათ საერთოდ არ იციან რა არის ბოროტება, რა არის ანგარება, ისინი არიან ზუსტად ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ ბავშვები. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მინდა ამ ბავშვებმა ეს საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინონ ჩემი დახმარებით. მე მათ ვერაფერს ვერ ვასწავლი მაშინ, როდესაც ცხოვრობენ ასეთ ლამაზ ადგილას, ასეთი ხედებით. უბრალოდ მე მინდა, რომ ის ნიჭი, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, უფრო კარგად განავითარო. მიწასთან ურთიერთობა დაიწყო დამოუკიდებლად შატილში, იმიტომ რომ აქამდე არ მქონია ესე თავიდან ბოლომდე შეხება ბოსტნეულის დათესვასთან ან მწვანილების ან ასე შემდეგ, ბახთან მოვლის. ბებოს ვეხმარებოდი ხოლმე ხშირად სოფელში, თუმცა ეს არ გულისხმობდა მთლიან პასუხისმგებლობას, როგორი შემთხვევაც ახლა. დავთესე სხვადასხვა სახის ბოსტნეული, ბულგარული პომიდორი, დავთესე ჩემი საყვარელი ყვავილები, მსესუმზირები და ერთი სული მაქვს, როდის გაიხარებენ. ეტაპობრივად გავაგრძელებ ბახთან ურთიერთობასაც.
სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს და კილომეტრების დაშორებით მიდის მთაში საცხოვრებლად, უმნიშვნელოვანესია მეგობრების მხარდაჭერა, თუნდაც შორიდან. სოფელშიც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ძალიან ბევრი საყვარელი და გულწრფელი ადამიანი გავიცანი, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ ჩემზე. მათ შორის გამოვარჩევდი ძმებს დათოს და შოთას, რომლებმაც საოცრად დიდი კეთილშობილება გამოიჩინეს და კორონავირუსის გამო, როდესაც სასაზღვრო ფრენა გადაიდო, საკუთარი ოჯახიდან თითო მეშოკი, თითო ტომარა კარტოფილი და თითო ტომარა ფქვილი გამომიგზავნეს. როდესაც აქაური ახალგაზრდები ან ნებისმიერი მაცხოვრებლები ვიკრიბებით ხოლმე, ყოველთვის ვსაუბრობთ საკუთარ საქმეზე, იმიტომ რომ აქ ისეთი ცხოვრების წესია, რომ უსაქმურად ვერ გაჩერდები, ყოველთვის რაღაც უნდა აკეთო, ყოველთვის მოძრაობაში ხარ და ამ საქმიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს, რაღაც აზრებს ვუზიარებთ ხოლმე. ეხლა როგორც ყველგან ჩვენც ვსაუბრობთ კორონავირუსზე, ეს გვაღელვებს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ აქ არანაირი შიში არ გვაქვს ამის, სულ დაახლოებით 10-12 ადამიანი ვცხოვრობთ, მშვიდად ვართ, სტაბილურად ვართ და ზუსტად იგივე რეჟიმით, იგივე ცხოვრების წესით ვაგრძელებთ ჩვენს დღეებს. შატილის სოფელი კარანტინის გამოცხადებამდეც იზოლირებული იყო. იმიტომ რომ დიდთოვლობის გამო აქ გზა 7 თვის განმავლობაში ჩაკეტილია და ერთადერთი კავშირი, ერთადერთი დამაკავშირებელი ჩვენთვის და საერთოდ აქაური მოსახლეობისთვის არის სასაზღვრო ფრენა, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება, ან შეიძლება უფრო გვიანაც, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ამინზე. სასაზღვრო ფრენის დროს გადმოგვაქვს პროდუქტი, გადმოგვაქვს მედიკამენტები და საერთოდ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ჩვენ აქ ცხოვრებისთვის გვჭირდება. ბოლო პერიოდი ძირითადად ვმუშაობ წიგნის ყდის დიზაინზე, გავაკეთე რაღაც აქსესუარები და უფრო მეტად გადართული ვარ სამოსის დიზაინზე, იმიტომ რომ ძალიან მინდა მთლიანი ხაზი გამოვუშვა ეროვნული ქართული სამოსის. ამისთვის შატილში წამოსვლამდე შევქმენი ჩემი დიზაინით სრულიად ახალი ქართული ორნამენტი, რომელიც დაფუძნებულია ალბანის ასობგერებს, მათ მხატვრულ კალიგრაფიას. ძალიან მინდა რომ ჩვენი კულტურა, განსაკუთრებით ქართული კალიგრაფია, რომელიც ძალიან დახვეწილია და ძალიან ესთეტიურია, უფრო სხვა კუთხით წარმოვაჩინო მსოფლიო მასშტაბით. მთა ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ ყოველდღე ახალი თავგადასავლებით არის ჩემი დღეების სავსე. ხარში არის თავისუფლება, იმიტომ რომ აქ ყველაფერი თითქოს ამაზე მიუთითებს. ბუნებაც თავისუფალია, ადამიანებიც უფრო ლაღები, უფრო გულწრფელები, უფრო ნამდვილები და უბრალოები არიან და ეს ყველაფერი მგონია რომ თბილისში ძალიან ძნელი სანახავია და თბილისის ცხოვრება ჩემთვის ძალიან უსიცოცხლოა, ძალიან ცარიელი, ერთფეროვანი და ცოტა მოსაწყენიც კი. მახსოვს ჯერ კიდევ ნანუკა შოუს ვაკეთებდით, როდესაც ესეთი რუბრიკა გქონდა ქალაქ სოფელი ჯობია და დავდიოდით სოფლებში და ვეძებდით ადამიანებს, რომლებმაც ქალაქში ყველაფერი დაყარეს და სოფლებში წავიდნენ საცხოვრებლად და მაშინ რაღაცა თითქოს მეუბნებოდნენ, რომ ამას რაღაცა სპეციალური ასაკი აქვს და მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა გარკვეულ ასაკში ადამიანებს უნდა სოფლში წასვლა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა არის იმით განსხვავებული, რომ ყველა ახალგაზრდა ვინც სოფლში წავიდა და სხვათა შორის არც ერთი მათგანის წასვლა არ უკავშირდება კორონავირუსს. ისინი გაცილებით უფრო ადრე, მათ უფრო სწორად გაცილებით უფრო ადრე მიიღეს სოფლში წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსი არის თემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს, რომ ქალაქს ნამდვილად ჯობია სოფელი. ჩემი შემდეგი სტუმარი არის 30 წლის, თუმცა სოფელში წავიდა რამდენიმე წლის წინ. და როცა ბებიასთან ბაბუასთან ჩავიდა, მათ ჰქონდათ რაღაცა პატარა მოფერმო სივრცე, მოვლის ჯანი კი აღარ ჰქონდათ და შესაბამისად სოფელში ჩასულმა ბიჭმა აღმოაჩინა, რომ ჩავიდა ბებიის და ბაბუის დასახმარებლად. ყველაზე მთავარი რა და აღმოაჩინა, რომ 8 ძროხა, რომელიც ყავდა მის მასპინძლებს, ანუ მის ბებიას და ბაბუას ცოტა სიწოლებოდნენ. ადგა, გაყიდა 8 ძროხა და ჰოლანდიური ძროხები იყიდა. ის იყო ბებიამ და ბაბუამ სინანული რომ გამოხატეს. ინანეს მოკლედ და ჩათვალეს რომ ადრე იყო შვილიშვილის ჩაყვანა, იმიტომ რომ ჩათვალეს რომ ეს იყო ძალიან რისკიანი ექსპერიმენტი, თუმცა სიტუაცია ძალიან მალე რადიკალურად შეიცვალა და დღეს თბილისიდან ჩასულ ამ მათ შვილიშვილს 100 ძროხა ყავს. მოკლედ მე
სოფი და ყველა სწორია, ყველა ძროხის სახელი ზეპირად იცით. ნინი მღევრიშვილი მოგიყვებათ ამბავს. ბავშვობის ოცნება ექიმობა იყო. კი მივედი იქამდე, მაგრამ არ გამიძელები. ჩავაბარე ჯანდაცვის ფაკულტეტზე და დავამთავრე წარმატებით. თუმცა არჩევანის დროს რომ დავდექი, გადავწყვიტე რომ სოფელში უნდა წამოვსულიყავი და ფერმერი გამხდარიყავი. ეხლა ბოჩოლას გავუკეთებთ გადასხმას, ცოტა პრობლემა აქვს დაბადებიდან და გავუკეთებთ გადასხმას. ექცნობას გამიწევს ოლა ბაბო, ჩვილ ბავშვთა განყოფილება, ესე რო ვთქვათ. თბილისში ცხოვრება ნამდვილად იმ წლების განმავლობაში არ მხიბლავდა, იმიტომ რომ სულ ჩაკეტილი სივრცის განცდა მქონდა. კორპუსში მეოთხე სართული, ჩამოხვალ მანქანები, აუღარება გამონაბოლქვი, მანქანების გუგუნი, ხმაური, ცოტა კი არა, საკმაოდ დისკომფორტს მიქმნიდა. ჩამოვედი ჩემ რეგიონში, აგერ დღეს აქ კახეთის რეგიონში ყველაზე მაღალ ადგილზე ვართ ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მშვენიერი ჰაერია, მშვენიერი გარემოა, ჯანსაღი ბუნებაა და რაც თავარია ვქნით ჯანსაღ პროდუქტს. აგერ ეხლა რა ჯობია ამას, იმ მანქანების ღუგუნის ხმას, მესმის ჩემი ძაღლის ჯაბას, მშვენიერი ხმა. მოდი ჩემი ლამაზი დასტერი ბიკო ვინ არის? ლამაზი ჯაბიკი ვინ არის? ლამაზი კარგი ბიჭი. ვაი მითაც როგორ კარგად ხარ ხო? ხო კარგად ხარ, კარგი ხო? ჰაი, ჰუი რო გამოვლენ სოფელში, ესე აივანზე, ჰუ, აბა ნოდა ჯემა მოდი ეს არის ჩემი სოფელი, აქ არის ჩემი ურთიერთობა. დილით რო გამოვდივარ სახლიდან, ხო? მივდივარ მარტო დასაძინებლად. ანუ მინდორი, მოსავალი, ხნა, თესვა, აღება, მიტანა, მოტანა, დარეკვა, მორეკვა, ეს მოიტანა, ის მიიტანა. 12 სოფელი აქვს დედოფლის წყაროს. ყავს სახში მარჩენალი ძროხა რო ეძახიან და ეხლა ფუფუნებით არ ცხოვრობენ, მაგრამ შივრები არ არიან, ის რძემაწონი აქვთ და იქ წელიწადში ერთი ბოჩოლა ყავთ, გაზრდიან, მერე გაყიდიან, ის დამატებითი წყაროა შემოსავლის. როდესაც დავბრუნდი სოფელში და მოვკიდე პაპაბებიის დანატოვარს, ის რაც იყო, იმის გაყიდვა მომიწია და რაღაც მშენებლობაში დამეხარჯა, ასე ვთქვათ, ის ფული და შემდეგ 8 ძროხა, პირველი 8 ძროხა ვიყიდე და იმ 8 ძროხით შევქმენი უკვე ამ წლების მანძილზე თითქმის 100 სული ძროხა მყავს ფერმაში. რო ჩამოვედი, პირველი 2 წელი ხო მოვდიე იმ ძროხებს, რომ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა და რომ დავიწყე იმის გაყიდვა, რო გავყიდე, ბებიაჩემი და პაპაჩემის ლაპარაკი მესმის. ისინი ვერ ხედავენ რომ მე ვარ და პაპაჩემი ბებიაჩემს ეკითხება რომ ხო არა გონიაო, ცოტა ადრე ხო არ მოგვივიდა ამისთვის ამ ყველაფრის მიცემა. შევედი და არა გონია, მეთქი ნუ გონია მასე მეთქი. ვიცი რომ დღეს ჩემით ნამდვილად ამაყობენ, არა მარტო პაპაბებია. სოფელში ვარ, მესაქონლეობას ვეწევი, ნამდვილად ეს ჩემთვის ასირცხვილო არ არის, პირიქით მიხარია, ვამაყობ იმით რომ შევქმენი რაღაც, აგერ ხალხი მყავს დასაქმებული, მე ჩრომობ, სხვასაც შემოსავლის წყარო გაუჩინე და ვფიქრობ რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ. ჩემ ამ თანამშრომელ ქალებს ყველას ვეძახი, ბაბო, ოლა ბაბო, თინა ბაბო, მარინა ბაბო, რატო იცი ბოჩოლებთან რომ მიდიან? აი ბებოგინა ცალოს ესე რომ მილენ ხოლმე და მე დავარკი. ოლა ბაბო ძლივ შეეჩვი ამას, ოლა ბაბო გაჩვენ ნუ მეძახიო. უყვართ მოფერება, ჩახუტება, ზოგი ცოტა შიშარა არის გარბის, მაგრამ თიანობაში მაინც ყველას უყვარს მოფერება. არ შეიძლება დაყვირება ძროხებთან, თუნდა ელაპარაკო, კონტაქტში უნდა შეხვიდე და უფრო თვითონაც შეგეხუტებიან. მოდი. ეხლა მართლა დაედო სოფელს ფასი ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ალბათ მოვიწვის ყველა სოფლისკენ.
და ნეტამც ისე იყოს, რომ როდესაც ეს დაავადება გადაევლეს და რაღაცა დარჩეს ბევრი სოფლად და არ დაბრუნდეს ქალაქში. საწყენია და ჩემთვის მიუღებელი ის, რომ ადამიანი ზოგადად სოფელს თაკილობს, რომელიც დღეს სოფლიდან გარბის, მიდის ქალაქში, მუშაობას თაკილობს სოფელში და რაღაც მიზერულ ხელფასზე მუშაობს ქალაქში, რომელსაც ელემენტარული თავშესაფარი არ აქვს საკუთარი და ის ქირაში და კომუნალურებში ისაღებული ხელფასი არ ყოფნია. თავისუფლად შეუძლია ასეთი ადამიანი დარჩეს სოფელში, დასაქმდეს, სამუშაო ადგილები ყოველთვის არის და ნებისმიერ დროს შეუძლია რომ ადამიანმა ის მინიმალური, რასაც ქალაქში შოულობს, იმაზე გაცილებით მეტი თავის რეგიონში და სოფელში გამოიმუშაოს და ასე ვთქვათ, ოჯახი არჩინოს. ზამთარ ზაფხულ, გაზაფხული შემოდგომა ვიწყებთ დილით 6 საათზე. სახლიდან გამოვდივარ 6 საათზე. წავიდეთ და ვაჭამოთ ბოჩოლებს. სოფელში ამაზე მეტი ხალხი კი აღარ არის. მოვიდ. მოდი. კლარინიას. ლალუნია. მოდი ახლა. დღევანდელმა შექმნილმა გარემოებამ მთელ სოფლიოში და არა მარტო საქართველოში აჩვენა და გვაჩვენა საქართველოსაც, რომ სოფელი მნიშვნელოვანია, სოფელში წარმოებული პროდუქცია მნიშვნელოვანია, რის გარეშეც ფაქტიურად ქვეყანა ვერ იარსებებს. მე დეიოფი არა მაქვს. ეს ის საქმე არის, რომ ჩვენ ზროხას ვერ ვეტყვით, რომ მოდი დღეს შენ დაისვენე, დღეს არ მოგწველი, დღეს არ გაჭმევ. ასეთი რაღაცა არ ხდება. ასეთი რთული გრაფიკის მუშაობის პირობებში დღემდე დაუოჯახებელი ვარ. რაზეც ძალიან ბევრ საყვედურს ვიღებ ოჯახის წევრებიდან, მეგობრებიდან, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიდან, თუნდაც ჩემი თანამშრომლებიდან. ამაზე თითქმის ყოველდღიური წნეხია ჩემზე, რომ აგერ არის დარჩი დასანიშნი. თბილისთან წამოსვლის შემდეგ ერთი დღე არ მინანია, რომ თბილისიდან რეგიონში დავბრუნდე. ესეთი დღე არ ყოფილა. თათუსი სექანია გაგაცნობთ გოგოს, რომელსაც ღმერთმა მისცა ჭყუა, განათლება, სილამაზე, ყველაფერი. სოფელი რაც თავარია და დანარჩენს თვითონ მიხედა. მე ვარ ნინო წინწალაშვილი, ბაკურციხიდან 25 წლის. გავიზარდე სოფელში და ალბათ სწორედ ამან განაპირობა, რომ გიждდები სოფელზე, განსაკუთრებულად მიყვარს ბუნება და აქაური გარემო. პროფესიით ვარ სტომატოლოგი, ორთოდონტი და სწავლის დაწყების პირველივე წელს თბილისში მივხვდი, რომ ძალიან მაკლდა რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ მყავდნენ ბევრი მეგობრები, მქონდა ძალიან ბევრი გასართობი, მაინც მაკლდა რაღაც და ეს რაღაც იყო ბუნება და ბუნებასთან სიახლოვე. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი მომემიზეზებინა რაღაც დასვენების დღეები იქნებოდა რაღაცა, ვცდილობდი რომ ყოველთვის ხშირად წამოსულიყავი სოფელში. მე უკვე ვიფიქრე რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ სწავლას ხელი არ შეშლოდა და თან სასარგებლო საქმე გამეკეთებინა სოფელში. ამიტომ მშობლების დახმარებით გავაკეთე წყლების ფერმა. ფერმაში მუშახელი მჭირდებოდა და რამოდენიმე ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ მცირე ფერმა მაქვს, რამოდენიმე ადამიანი აქ თავას საქმე. 100 კილომეტრი არის ჩემი სოფელი დაშორებული თბილისიდან და შორს არ არის, შესაბამისად ეს მიწყობდა ხელს იმაში, რომ მაშინვე წამოსულიყავი სოფელში. როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ თუ რამე საქმეა დარჩენილი გავაკეთო, არავის არ ვაცდი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ამის გაკეთება, არავინ არ მავალდებულებს, უბრალოდ ეს მაძლევს ძალას და ენერგიას და ყოველთვის ვცდილობ, რომ აქტიურად ვიყო სოფლის მეურნეობაში ჩართული. მართალია ამბობენ, ქალაქში ცხოვრება ჩქეფსო, თუმცა ვთვლი, რომ არანაკლებ ჩქეფს სოფელში და უფრო მეტადაც მგონია ხანდახან. მე აქ რო ჩამოვდივარ, ვიკრებ ენერგიას, ძალას და მე უკვე მივდივარ ეგ და საერთოდ არც სტუდენტობის პერიოდში და მეგონა უკვე როდესაც ექიმი გავხდებოდი, მაშინ რაღაცა შეზღუდვები მექნებოდა, მაგრამ ეხლა უკვე უფრო
მე თვითონ თავისუფალ დროს მე თვითონ ვანაწილებ როგორც მინდა და საერთოდ არ უშლის ექიმობას, სოფლის მეურნეობა ხელს. Რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფისტის ასოციაციამ გვაჩუქა 3 ძირი ნერგი. ჩემთვის ეს იყო სიახლე, ძალიან მაინტერესებდა. გამიჩნდა ახალი ჰობი და ეს იყო ფისტის ხეები. გადავწყვიტე რომ ფისტის კაკლები მეყიდა და მე თვითონ გამომეყვანა ფისტის ნერგები. დაახლოებით 80%-მა გაიხარა. გიჟდები პურის ცხობაზე და ყურებაზე და ყოველთვის ვცდილობ რომ დავეხმარო მშობლებს და ბებიას, განსაკუთრებით რომ ბებიამ შემაყვარა თვითონ პურის ცხობა. ექსპერტი არ ვარ და ძალიან მაგარი არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ბებიას მივბაძო და დედას მივბაძო ამ მხრივ. სოფელში ცხოვრება ძალიან საინტერესოა. აქ შეგიძლია ქალაქისგან განსხვავებით ქალაქში რომ ფანჯრიდან გაიხედო და დაინახავ მეზობრის ფანჯრებს, აქ შეგიძლია გამოხვიდე, იყო უკვე ბუნების ნაწილი და ეს არის ძალიან მაგარი. წელიწადის ეს დრო არის ჩემთვის ძალიან ლამაზი და განსხვავებული, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს იშლება ტიტები. ყველაზე მეტად ამ ორ ადამიანს უხარია ჩემი აქ ყოფნა, დედას და ბებიას. ძალიან ასეთი გაიზარდა მოსიყვარულე თბილი, ყველაფერს ეფერებოდა. ეს ზაღლები, ეს ფისოები, ეს ყველაფერი მე ქათმები, კვერცხის ამოღებას ვერავინ დაასწრებდა. ბოლოს მწყერი მოუყვანა ერთხელ თავისმა ბიძამ და აი იქიდან დაიწყო და შეუყვარდა ის ყველაფერი, რომელიც მე ბიზნესად აქცია. გუშინ გამოიჩეკლენ ეს წყლის ჩოჩრები. ძალიან ყოჩაღები არიან და სხვათაშორის ძალიან მალე იზრდებიან. ძალიან მიყვარს. შეუძლებელი არ გიყვარდეს. სოფელში ვერ მოიწყენ, რაც არ უნდა каранტინი იყოს და რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია იყოს, ხო? სოფელში ამას ვერ იგრძნობ. ვიღაც სხვანაირია სოფელში, რომ გამოდიხარ, ხო? სადღაც ძაღლიყებს, სადღაც მეზობელი ვენახში ფუსფუსებს და ანუ ამისი ხმაური სუფთა ჰაერია, ცაც თითქოს უფრო ლამაზია და უფრო კრიალაა და ხანდახან მგონია რომ ზეც მხოლოდ შენთვის ანათებს. მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, თუმცა აქვს ამ რაღაცას თავისი დადებითიც და ყველაფერს აქვს რაღაცა მეორე მხარე, ხო? თითქოს დავაფასეთ ბუნება ამ პერიოდში და მგონია რომ ცუდი არ არის ეს მომენტი. დაუბრუნდით თქვენს სოფლებს, იმიტომ რომ აქ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი სულის ნაწილი შეგიძლიათ დაატყოთ ბუნებას და ბუნება ათმაგად დაგიბრუნებთ ამას. ვერც ერთი ეს რეპორტაჟი ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ოპერატორები ირაკი მარტინენკო და ჯაბა ჩიტიძე შესაბამისად მადლობა ბიჭებო, ნამუშევარს ეთქობა რომ ისინი შეკებას იმსახურებენ. პრინციპში მე იმედი მაქვს რომ ეხლა რო უყურებდი ამ სიუჟეტებს, ყველაზე მთავარი შეგრძნება რაც მქონდა, სადღაც ძალიან ახლოს ჩვენთან, აი ამ ხალხთან ძალიან ახლოს თითქოს კორონის თემა საერთოდ არ არსებობს. ადამიანები ჩვეულ რიტმში ცხოვრობენ ოყონდ ყველა დაშვებულ ნორმაში, იმიტომ რომ ისინი სახლში არიან, მაგრამ ბუნება, მზე, კარგი გარემო მათ საშუალებას აძლევს, რომ რაღაცა კორონით დაძაბულ გარემოში არ იყვნენ და მე მგონი მართლა ის დრო ყველა სოფელში წავიდეთ. სტატისტიკას აღარ შეგახსენებთ, იმიტომ რომ არ მიყვარს ზოგადად ციფრები, არც მე და არც თქვენ, მაგრამ მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ სამყაროში შიმშილით უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე კორონავირუსით. იმედი მაქვს ამ სტატისტიკას არ დაემატება მამაკაცი დეზერტირების ბაზრიდან, რომელსაც ერთადერთი ლუკმაპური საშოვარი ადგილი აღარ აქვს და ცრემლებს ვერ იკავებ და როცა მთავარი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ეკითხებოდა, ჟურნალისტს იქით ეკითხებოდა ხვალიდან რა გავაკეთო, რითივე არსებაო. ჩვენი სიუჟეტის გმირს კი ახლა რომელსაც განახებ, ჯერ კიდევ აქვს ძალა მის უღატაკეს ცხოვრებაშიც კი ნახოს რაღაც ისეთი, რაც მას სიცოცხლის სურვილს არ დააკარგინებს. მარიამ გეგუჩაძე მოგიყვებათ ამბავს და მთელი სიუჟეტის განმავლობაში იქნება მითითებული სპეციალური ტელეფონის ნომერი, რომელზეც არ გეგონოთ, რომ ზარი უნდა გაუშვათ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ ამ ოჯახს უნდა დაეხმაროთ, დაურეკეთ მათ, გაესაუბრეთ და ასე დაეხმარეთ. რომელ კლასში ხარ? მაკაში. აგინდა რა გამოხვიდე? სტილისტი. ყველაზე მეტად რა გინდა? სახლი. მე ვარ სოფო შარაშენიძე, ვარ მარტოხელად დედა. ორი ბიჭები მყავს, ერთი ინვალიდი. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ
დაინგრა, ასე ვთქვათ, ყველაფერი. წამოვედი მარტო ბავშვთან ერთად და დავიწყე აქედან ნოლიდან ცხოვრება. ბოლოს აღმოჩნდი საპატრიარქოსთან და იქ დამეხმარა ქალბატონმა ცისანა შარტავამ და გამოგზავნა აქ. შემდეგ ეს ქალბატონი ჩვენი სურვილისამებრ გაჩნდა და ყავს ეს საოცარი ბარბარე. მთელი ცხოვრება მუშაობ, წარმოიდგინე ბავშვობიდან დღემდე მუშაობს, სულ შრომობ. სიმძიმეების ეს შრომატევადობის მითი ფერზე დგომით მუხლებზე დამემართა რაღაც დაავადება, დიაგნოზი ანუ მაქვს რენტგენის გადაღებული და ყველაფერი და დიდხანს ფერზე დგომა, კიბეებზე ასვლა და ეს სიარული არ შეიძლება. რახანმე საპატრიარქოდან მოსული ვარ და ვცხოვრობ საპატრიარქოს შენობაში. არც მერია, არც არანაირი, არც წინამთავრობა, არც შემდეგში, არ ვიცი, არც ეთი არაფერში არ რეაგირებს საერთოდ. ჩვენ არ გვეკუთვნით. ნიშნავს, რომ ეკუთვნით საპატრიარქოს და მიმართეთ მას. ვართ დედამიწის და ცის შორის გამოკიდებული ადამიანები, რომელიც ჩვენ თვითონ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად, ბრძოლობთ, რომ ჩვენი შვილები მშიერი არ იყოს. გვაქვს სოციალური დახმარება, ესეც ანუ რაღაცა პატარა უმნიშვნელო პრობლემა იქნება მოხსნიან 3 თვით, ანუ პატარ-პატარა რაღაც ხარვეზები არის, რომელსაც ხსნიან დახმარებას. 260 გვაქვს ჩვენ. ანუ 260 ლარი უნდა გეყოთ 4 ადამიანი. კი, 30 ლარიანი ბარათი აქვს ბავშვს. ეს ბარათებით მაღაზიაში ის რო დაიწყეს. ერთი თვის 30 ლარიანი მხოლოდ ყიდულობ პროდუქტს და მინდა ვთქვა რომ 4 თვე შეგვიჩერდა წინა ეს პერიოდი 4 თვე ფაქტიურად ვიყავით მშიერები. მე ვერ ხვდები ბავშვის ბარათი რატო გააჩერეს. თუ ფიქრობენ იმაზე რომ ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი, მოდი ეს ბარათები არ მარტო მე კი არა, არ უნდა დაუბლოკონ პატარა ბავშვებს. ის 4 თვე ჩვენ როგორ გავედით არ ვიცი. ჭერი დაზიანდა არა მარტო ჩემთან. არ რამოდენიმე ადგილას არის ყველგან იყო დაზიანებული. და რამოდენიმე ოჯახმა თავისი სახსრებით, დახმარებით, იმითი რაღაცით შეძლეს გაკეთება. ვარ ქავთარაძის ბაზრობაზე ეს და მომაფიქრდა რაღაცნაირად, რომ მეტი საშველი არ იყო, შევიძინე ეს ეგრეთ წოდებული პალატკა. და მე და ჩემმა შვილმა ესე მოვიფიქრეთ ბეტონის ლურსმნები ვიყიდეთ და გავაკარით კედელზე. ოღონ იმ ხარეზე მაინც ჩამოდის, იმ ხარეზე ჩამოდის იქ ხატების კუთხე მაქვს, სალოცავი კუთხე მაქვს შიგნით. რამოდენიმე ხატი, ანუ სადაც უფრო მაგრა წვინდა, დამისველდა და შევინახე. მიდევს დანარჩენ მხარეს არის რა, ნორმალურად. დანარჩენი ესე გროვდებოდა ერთიანად, აქედანაც წვირთლიანად ესე ერთ ხარეს გროვდება, მოდის და მედგა დაშტები. ეს მოვიფიქრე, მე არ შემეძლო, უკვე აღარ შემეძლო, იმიტომ რომ წვიმები დავიღალე და მარტო მხოლოდ მე გავაკეთე, რახან ბიჭები სახში არ არიან, ეს მოვიფიქრე, გამეხრიტა ეს კედელი, ჩაქუჩით და რაღაცა სოლი ვიპოვე, სადაც ერთად გროვდება და გადის გარეთ. ეზოში გავა, მოკლედ, აქ აღარ ჩამომივა წყალი, დავიღალეთ. ეს ნესტი ბავშვზე ძალიან მოქმედებს, ეს ყოფა არის საშინელება პირველ რიგში სასუნთქი გზების და იმის და პირველი ურტყავს იმ ხელს და ყოველთვის იმას და შარშან შემაწუხავ. იმკურნალი და ყველაფერი კარგად არის ღვთისწყალობით. ეს მოვიფიქრე და მე მგონი გადავჭით. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დედების ფონდს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ვის თავის შვილებს ლუკმას აკლებს. გუში მაგალითად იყო 3 შვილის დედამოსული. მოუტანა ბაბის ცოტა რაღაცეები მოუტანა, საკვები და გამოკვება ბავშვი. 1-2 დღე კიდე ეყოფა. წამოდი, წავედით. ესეც მომეცი. ეს 2 სალ გაცლი. წამოდი.
დარჩით სახლში და იმ შემთხვევაში თუ გექნებათ სურვილი რომ ამ ოჯახს დაეხმაროთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებ. ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია, არ გეგონოთ რომ ზარის გაშვებით იქ თანხას ჩარიცხავთ. მათ უნდა გიპასუხონ, უნდა მოგცენ თავიანთი მისამართი, უნდა შეთანხმდეთ რითი შეძლებთ დახმარებას და ასე უნდა დაეხმაროთ. ახლა მინდა რომ ცოტა ხასიათზე მოგიყვანოთ და შესაბამისად. ლაშა ღლონტია პირდაპირ ეთერში. ლაშა, როგორ ხარ? მოგესალმებით. როგორია შენი მედგრად. ხო, არა, როგორია შენი თვითიზოლაცია, მითხარი? ჩემი თვითიზოლაცია არის თვითიზოლაციასნაირი, როგორიც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე განათლებით ექიმი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ. მე ძალიან მინდა ერთი რამ თქვა, მე ვესწრებოდი ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის ლექციებს, ჩვენი ინფექციური სკოლის ფუძემდებლის, გენიალური ადამიანის, მსოფლიო რანგის მეცნიერის და ის ძალიან მარტივად ხსნიდა ყველა და სიმარტივეში არის ძალიან დიდი სიბრძნე, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც რეგიონებში ცხოვრობს, ვერ გებულობს ხანდახან იმ ტერმინოლოგიას, რა ტერმინოლოგიას ექიმები ესაუბრებიან, კი. ვესაუბრებით, ხო, და ამიტომ მე მინდა მარტივად ავხსნა თვითიზოლაცია რატომ არის კარგი. წარმოიდგინეთ დომინოს ქვევი, დავაწყოთ ერთმანეთთან ახლოს, მივკარით ხელი და დომინოს პრინციპით ყველა ქვა ჩამოიშალა. ასე ვრცელდება კორონა ინფექცია. და წარმოიდგინე ადამიანები არიან ქვევიდან. როცა გამოვხშირავთ ამ ქვებს, ეს ჯაჭვური რეაქცია მეორეს აღარ წააქცევს, ხო? დომინოს პრინციპი აღარ განვითარდება. ამიტომ ჩვენ ეს ჯაჭვები ძალიან ხშირად, ძალიან ბევრგან უნდა ჩავჭრათ. ძალიან ბევრგან უნდა. ყველაზე დიდი წამალი არის დღეს ეს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არც ვაქცინა, არც წამალია. ექიმებმაც კი რა თქმა უნდა რაღაცეები იციან, მაგრამ ძირითადად მაინც არ ვიცით ამ. კი, მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპამდეც კი მაინც ექსპერიმენტები ტარდება და ამ ექსპერიმენტებს ერთმანეთს უზიარებენ. ხო, თუმცა ნუ სხვა გამოსავალი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, როდესაც ჩვენ საუბრობთ დარჩით სახლში და ეს მოწოდებები გვაქვს ძალიან ბევრი, ახლა სოციალურ ქსელში ვკითხულობდი, იქ წერენ რომ აი სახლში კი დავრჩით, მაგრამ ნახეთ რა შედეგი გამოიღო დეზერტირების ბაზრის დახურვა, ასე შემდეგ და კონკრეტულად ადამიანები ამბობენ რომ ელემენტარული შემოსავლის გარეშე რჩებიან, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ხელისუფლება ამ ადამიანებისთვის გამონახავს რაღაცა. ნანუკა, არა მარტო ხელისუფლება, რა ზუსტად ეს უნდა მეთქვა და ზუსტად ჩვენც უნდა გავერთიანდეთ ყველანი. მეხურა კაფე, მეც გამიუხვდა გასტროლები 5 ქვეყანაში და გასაგებია ყველაფერი, ყველას გვიჭირს ასე თუ ისე მეტნაკლებად, მაგრამ ვისაც რითი შეგვიძლია იმით უნდა დავეხმაროთ 100%-იანი ხარ, ჩვენ მეგობრებს ქსელი გვაქვს გაკეთებული და ვისაც შეგვიძლია რაღაცეებით ვეხმარებით, ეხლა დიდით ვერაფრით და დღეს ადამიანმა, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, ისეთი პრობლემა მომიგვარო, რომ სახტად დავრჩი და ეს არის დიდი სიყვარული და კი, ნამდვილად. მეც აქვე და უარესები გადაგვიტანია 90-იანების გამოგულია და ჩვენ იმიტომ ვართ მაგრები და იმიტომ ვართ ქართველები, რომ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ. კი, ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის ერთობას. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ამერიკელები შოკში არიან და მე ზუსტად ეგ ვთხარი, იმიტომ რომ მათ 90-იანები არ ახსოვთ და ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ რამდენიმე თაობაა, რომელიცაც 3 თაობა მინიმუმ. მე დედა ჩემი და ბებია ჩემი, რომელსაც გვახსოვს მაგალითად, ხო, ნუ ხო ხვდებით ბებიები, დედები და შვილები, რომლებსაც 90-იანები ახსოვთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ემიგრაცია მოვიკითხო, ამერიკის ემიგრაცია, ჩემი უსაყვარლესი ქვეყნის, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ, მინდა მოვიკითხო საფრანგეთში, ყველა. იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ჩავდივარ და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვიწყდებათ, რომ ჩვენ არ გვასახელებთო და მათ განსაკუთრებით მოვიკითხავ, ყველა ქართველს მნიშვნელობა არ აქვს საცხოვრებელი ისინი. ვერ ჩავდივართ, მაგრამ მოვადრო და ისინიც ჯობია რომ ისინი ჩამოვიდნენ თავიანთ ქვეყანაში. ლაშა ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა, ჩემო ნანუკა, ოზონიშრე დაპატარავდა, ოზონიშრე, დელფინები გამოჩნდნენ ჩემს საყვარელ ბათუმში, დელფინები. და დარწმუნებული ხარ რომ ეს ნამდვილად ბათუმია, მე ცოტა ეჭვმეპარება. არა, რატო გეპარება ეჭვი? იმიტომ რომ მე ვნახე ის კადრები. ისედაც იყო ადრე თითოეულა დელფინი. არა, განა, იმიტომ რომ ბათუმში დელფინები არ არიან. უბრალოდ რაღაც ვენეციაში გამოჩნდნენ დელფინები. რაღაც არ არის, არ აღმოჩნდა მართალი, შემდეგ თუმცა გეთანხმები რომ არა, ბუნებამ რომ დაისვენა მაღაზე კი არ გეკამათები, მე უბრალოდ არ მინდა რამე არასწორი ინფორმაციის ტირაჟება მოხდეს. მე მაგალითად თოლიების გადაფრენა ვნახე. ინფორმაცია დადებითი იყოს არასწორი, არ უშავს დადებითი. მაშინ მე პასუხს არ ვაგებ და შენი ინფორმაცია იყოს. ლაშა, დაგვეხმარე იმაში, რომ ახლა უკეთეს ხასიათზე დავდგეთ. წაგვიმღერე რამე. სხვათა შორის ბევრი ჩართვები მქონდა მე და ბევრი კონტაქტი, იმიტომ რომ რაღაც ასე თუ ისე კავშირი მქონდა მედიცინასთან და ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, პოსტებიც დავდე და ძალიან ბევრმა გადაიზიარა და მე რა მინდა ვთქვა იცი
იცი რომ ყველა სიმღერას, ყველა ჩართვას ვამთავრებ ერთი სიმღერით. ამ სიმღერას ქვია მომხვიე ხელები. და როდესაც კორონას ინფექციას დავამარცხებთ, მოვხვევთ ერთმანეთს ხელებს მაგრად. დარწმუნებული ვარ. ღმერთს თურმე დარდის გასაქარვებლა, ჩვენთვის სიმღერა უსწავლებია. და ვინ იქნება შენ შემდეგ ჩემთან ექსულერტია 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 შენთვის სანუკვარ საჩუქარს ვეძებ და რადგან სევდა ჩემი ხვედრია მე დაგიტოვებ ჩემს ამოსუნთქვას რადგან ეს გული ერთადერთია ერთადერთია მე მიყვარხარ შენები ქვის გული გაქვს ქვის გადახედე თბილის რა ლამაზად ცრის ციცინათელები მღერიან თელები მომხვიე ხელები ციცინათელები მღერიან თელები კორონას მერე მომხვიე ხელები ყველაფერი მაგრად იქნება ძალიან დიდი მადლობა ლაშა დარწმუნებული ვარ უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მე ისევ თათუსის ეკანია სიუჟეტი უნდა წარვადგინო ძალიან ბევრი ვიშრომა ამ კვირაში თათუსი და იმ კვირაში დამავიწყდა მისთვის მადლობის თქვა იმიტომ რომ სწორედ ის შეხვდა ბიჭს რომელიც აპირებს კახეთში მის მიერვე დათოხნილ მიწის შუაგულში დადგეს ფორტეპიანო და ინტერნეტ სივრცეში უფასად ჩაუტაროს გაკვეთილები თბილისში მცხოვრებ ადამიანებს და სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ლექციები, გაკვეთილები ისეთ საკითხებზე, რაც მათ აუცილებლად დაჭირდება, როდესაც სოფელში დაბრუნდებიან, ანუ ჩვენ ნიგმირი დარწმუნებულია, რომ თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ერთ დღესაც ავდგებით და სოფელში წავალთ. ნიკა ბაგალიშვილი, ცხოვრობ წნორში, მაქვს პატარა ბიომეურნეობა, აქ დავიბადე და აქ გავიზარდე. და ყოველთვის მქონდა ხოლმე მიწასთან შეხება და ცხოველებთან შეხება. საზოგადოება ძალიან კლავს ხოლმე რაღაც იმას, რა ქვია, სურვილებს რა ბავშვებში. ფიზიკურად ვინც მუშაობდა, ანუ არ თვლიდნენ რომ კაი ტიპი იყო რა. ხო და მე მაგის მერე დავიწყე ინტერნეტში მოძიება რაღაც აგრარული მიმართულებით რაღაც ინფორმაციების და მაგის მერე გადავწყვიტე რომ აგრარულ უნივერსიტეტში ჩამბარებინა მაგისტრატურის ფაკულტეტზე და წინა წელს გარდაიცვალა სამწუხაროდ ბენდუქიძე და ძალიან გული დამწყდა რომ მეთქი რაღა ეხა გარდაიცვალა მე რომ მომიდე ჩაბარება მაგრამ მაინც ჩავაბარე და მაგის მერე რეალურად დავბრუნდი სოფელში რა პირველად რო ჩავედი თბილისში აი ძალიან ქაოსი იყო ყველაფერი და ანუ რაღაც პერიოდი დეპრესიაც მქონდა რომ აი ძალიან ქაოსში ვიყავი ანუ ადამიანებთან რეალურად მეტროში ჩასვლაც კი რაღაც არ მინდოდა ხოლმე იმიტომ რომ ხალხმრავლობა იყო მაგრამ მე მივეჩვი ამ პროცესს და ჩვეულებრივ ვარ და ძალიან დიდი განსხვავება ანუ მე ეხა უფრო ვამჩნევ განსხვავებას ანუ აქ ძალიან სიმშვიდეა სუფთა ჰაერია ცხოველები ფრინველები ანუ ყველაფერია და ანუ ბუნებასთან შეხება ძალიან მამშვიდებს ხოლმე და აი თბილისში ეგ პროცესი არ არის არაჯანსაღი გარემო ძალიან ბევრი ადამიანი სოფელში ჩემი აზრით ან ყოველ შემთხვევაში აქ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ან სოფლის მეურნეობა ერთ წელიწადში უცად ფულს ვერ იშოვი რა უნდა დაელოდო
რაღაც წლები და ანუ ეს წლები მოიტანს ფულსაც და რავი წარმატებას ყველაფერს რა. მიწასთან შეხება უნდა გქონდეთ რა. პრაქტიკულად თვითონ უნდა აკეთებდნენ. აი სიტყვა ძალიან ბევრი ადამიანია, რომ აიყვანს მუშებს, დაათესინებს, დაარგოვინებს და მე არ გამოსდის ის საქმე რა. ანუ თვითონ არ ერევა მაგ პროცესში. თვითონ თუ არ ჩაერია, ანუ ვერ გაიგებს რეალურად ის პროცესი როგორ მიმდინარეობს. ეს საქმიანობა ბევრისთვის არ არის პრიორიტეტული და შეიძლება ცუდიც იყოს, მაგრამ მე მაქვს იმ ხარ мотиваცია და იმ ხარ სურვილი ამ საქმის მიმართ, რომ ანუ გარემო ვერაფერს ვერ დამაკლებს ეხლა რა. მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა გავაკეთო. თბილისში უფრო მეტი პერსპექტივაა. აქაც შეიძლება გააკეთო რა თუ აქვს мотиваცია და რაღაც თუ გინდა რომ შენი სოფელი, შენი ქალაქი რაღაც განავითარო და რაღაც წინ წაიყვანო, შეიძლება რა. უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი, ზაფხულობით არაფერს არ ვაკეთებდი ხოლმე და სამუშაოდ მიდიოდი თურქეთში რა. ჩაის პლანტაციაში მუშაობდი. და ყველაზე დიდი ხანი ვიყავი 2 თვე და 10 დღე. და აი ძალიან მომენატრა რა აქაურობა, აი ძალიან მომენატრა და ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდი რა და აი რო ჩამოვედი მაგის მერე იქ აღარ წავსულა. ეგ არის რეალურად, ეგ გამოძახილი არის რომ ანუ სადაც დაიბადები იმ ხარეს მაინც ვერ ელევი რა, სადაც გინდა წახვიდე. იდეა წამოვიდა იქიდან რომ მთელი ცხოვრება მე ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების სტილით, მაგრამ არ ვიცოდი რეალურად რა ვჭამდი. გადავწყვიტა რომ შემექმნა ანუ ეს მეურნეობა, ბიომეურნეობა, რომელიც დააკმაყოფილებდა იმ ადამიანების მოთხოვნებს, რომელიც მე მაწუხებდა თავიდან. უმეტესწილად ვინც აქ ცხოვრობს და ვინც ფიქრობს რომ ჯანსაღად უნდა იკვებოს, ანუ სოფელშია და მოყავს რა თავისი ჯანსაღი პროდუქტი რა და ვინც აქ ცხოვრობს და არ მოყავს, ანუ იმას არც აინტერესებს. მე ვარ ვეგეტარიანელი და ანუ არ მესმის ხოლმე მაგ ადამიანების ვინც აი ზრდის ცხოველებს და მერე კლავს. ანუ როგორ უნდა დაკლა, ანუ რეალურად ანუ სიყვარული არ გააჩნიათ მგონია ხოლმე ეგეთ ადამიანებს. ბევრს უკრე და კახელი კაცი ხარ როგორ არ ჭამ ხორცს და მწვადს როგორ არ ჭამ. მაგრამ არ ჭამ რა. მე ძალიან მჯერა, ანუ დადებითი და უარყოფითი ენერგიები სამყაროში რა. ამ მიწასთან შეხებაში ზუსტად ეგ არის რა. ან თუ გიყვარს და სიყვარულით აკეთებ ამ პროცესს, აუცილებლად კარგი გამოვა რა. ადამიანები ზოგადად დედამიწაზე უნდა იყვნენ ბუნებასთან შეხებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ან ფსიქოლოგიურად იქნებიან ცუდად ის ადამიანები. ვისაც გაუჩნდება სურვილი, ჩამოვა და ანუ ამ პროცესში თან დამეხმარება, თან ისწავლის, თან თერაპიული იქნება და ამ პროცესის გაკეთებას კი ვაპირებ აუცილებლად. ქალაქისგან ძალიან განსხვავდება რა. სულ მანქანების გამონაბოლქვის სუნია, სულ ხმაურია და ისეთ სიმშვიდეს და ისეთ რაღაც ჰარმონიას ასე ვთქვათ ვერ იღებ რა, როგორც ეხა ვიღებ აი აქ სოფელში ვარჯიშით რა. იმიტომ რომ აქ დავრბია რომ ვაფშე არავინ არ არის საერთოდ, ანუ ადამიანებს საღამოობით ვარჯიშობ ხოლმე უმეტესწილად, მაგრამ არის მომენტები როცა დღისთაც ვარჯიშობ და საღამოს ანუ არავინ არ არის და უბრალოდ ქუჩაში და ჩემთვის წყარა 7 და სუფთა ჰაერზე რაღაც ვარჯიშობ და ძალიან სიამოვნებს ეგ პროცესიც რა, არა მარტო ვარჯიში. ასევე წიგნს ვკითხულობ ხოლმე, ესეც განტვირთვა პიანინოს დადგმა მინდა ჩემ მეურნეობაში და ყველა ვისაც ვეუბნები ხოლმე, აუ გიჟია რა პიანინო არა ისა. ეს სივრცე, ცოდნის კაფე, ახალგაზრდულ იდეებს ეხმარება რეალურად და ჩვენ გვეხმარება ეს ცოდნის კაფის გუნდი იმაში, რომ ონლაინ აგროსკოლა გავხსნათ, მაგრამ ამ კორონავირუსის გამო ვეღარ გავხსენით და გადავწყვეტ ონლაინ აგროსკოლა გავხსნათ, ანუ ცოდნის კაფის მეშვეობით. ეს სივრცე იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ აი ამ სივრცის დამფუძნებლებთან ერთად ვაკეთოთ კარგი საქმეები. ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ჩემი მეგობარი ქეთი. უცებ გავიაზრეთ, რომ გვაქვს რესურსი თბილისისთან რომ წამოვიღოთ უკან და რეგიონშიც კარგი ამბები ვაკეთოთ. ძალიან ბევრს გონია რომ მარტო თბილისში შეგიძლია მიაღწიოთ წარმატებას. ხანდახან ღამეები გვითანებიან რომ ვიფიქროთ როგორ განავითაროთ ჩვენი რეგიონი. მაგრამ ცი რა მე მგონი რომ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, შენი რეგიონიც და რავი, მგონია რომ გამოვა ისევე როგორც ნიკას გამოდის, ისევე როგორც ჩვენ გამოგვიდეს და შეუძლებელია არც გამოგივიდეს. და მე ყოველთვის მაქვს ხოლმე ესეთი ფრაზა რომ ჩემი საქართველო წნორიდან იწყება და ყველა საქართველო იქიდან უნდა დაიწყოს სადაც დაიბადა და გაიზარდა. ანუ ყველა თუ იქ რაღაც პატარა საქმეს მაინც გავაკეთებთ, ანუ შეიცვლება რა საქართველო.
ჩემი საქართველოს საიდან იწყება წყალტუბოდან თუ საქარიქეთიდან, მაგრამ ეხლა პრინციპში ბევრი სოფელია დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც სასიამოვნო კადრების გადაღება შეიძლება, სადაც რაღაცნაირად კორონაზე არ საუბრობენ და იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ დღესაც თქვენ ყოველ შემთხვევაში ამ სივრცეში, ამ დროს, ამ საათებში კორონაზე არ გაფიქროთ, რაღაცნაირად გამოგვივიდა ბევრი სოფელი, მაგრამ იმედია რომ ცოტათი მოგწყვიტეთ ძიმე რეალობას. ახლა უნდა მოგიყვეთ 29 წლის გიორგი გელოვანზე, ერთი წლის წინ დაუდგინდა მას მონობლასტური ლეიკემია. ის მკურნალობას ახლაც გადის თურქეთში, კლინიკაში და მას სჭირდება $15,000, იმიტომ რომ ჩაუტარდეს ძვლის ტვინის გადანერგვა, რაც პრინციპში რაც მას გადაარჩენს. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს იმის გარდა, რომ ისევ ხალხს მივმართოთ ხოვნით, რომ დამეხმარეთ ჩემი ძმის გადარჩენაში. ეხლა გაგაცნობთ ჩემ ძმას. ვესალმები ნანუკას, მის მაყურებელს და სრულიად საქართველოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მით უმეტეს ასეთ დროს. ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და თუნდაც ერთი ლარი ჩარიცა. და აქამდე თქვენი დახმარებით მოვედი და იმედია, რომ კვლავ დამეხმარებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაეხმარებით. ძალიან ძნელია ხო თურქეთში ყოფნა და სიკვდილთან ბრძოლა, მაშინ როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ალბათ განსაკუთრებით დაუცველად გრძნობს გიორგი თავს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უფრო მობილიზებული ვიქნებით. ძალიან დიდი ბუდიში დღეს ბევრჯერ გთხოვეთ დახმარება. მე მომპატიეთ, მაგრამ პრინციპში იმდენად ყოველთვის ახერხებთ ამას, რომ ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დღესაც რაღაცნაირად ბევრჯერ გვეთხოვა თქვენთვის მაყურებლებისთვის სხვა ადამიანების დახმარება. ეხლა კარგი ამბავი უნდა მოგიყვეთ, მარნეულელი დათო უნდა გაგაცნოთ დალაქიშვილი, რომელიც თბილისში მუშაობს ერთ-ერთ სასტუმროში და აქ იყო ჩამოსული და 3 დღე უწევს აკოფნა და შემდეგ მარნეულში დაბრუნება და დათო იყო თბილისში ჩამოსული, როდესაც აქ ჩარჩა და როდესაც მარნეულში ეხმარება რაღაცა საოჯახო ბიზნესი აქვს, თონი აქვს პატარა და დედას პურების გამოცხობაში ეხმარება და როდესაც ეს კორონა ამბები იყო და მარნეული ჩაიკეტა, მოკლედ აქ იყო ჩარჩა და იფიქრა რა გაეკეთებინა და დედამის დაურეკა და უთხრა რომ მანდო რამდენიმე ტომარა პურის ფქვილიაო და ამიტომ უნდა გამოაცხო პური და დაურიგო ხალხსო მათ ვისაც ეს ძალიან ჭირდებათ ახლაო და ასეც მოიქცა მისი დედა და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ასეთ ადამიანებს ვიცნობდეთ რომლებიც კრიზისის დროს ახერხებენ სხვებზე ფიქრს ეს კიდევ საერთოდ სხვა რამეა მე მინდა რომ ჩემი სტუმარი პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ახლა ის გაგაცნოთ ბიჭი რომელმაც მის საკუთარ კრიზისში თბილისში ჩარჩენილმა ოჯახისგან მოწყვეტილმა მისი რეგიონი რომ იზოლირებული და ჩაკეტილი იყო მოახერხა სხვებზე ზრუნვა მოგესალმები არამოშვიდობის მოგესალმებით ვესალმები ჩვენს მაყურებელს კიდევ თბილისში ხარ თუ წახვედი დავით მარნეულში თუ როგორ არის არა ამჟამად ისევ თბილისში ვარ სამსახურიდან გამომდინარე ჯერჯერობით ზოგადად ვერ ვაკეთებ რადგან მოგეხსენებათ ახლა აქ არსებული სიტუაცია და ჯერჯერობით არ არის არაფერი დადგენილი ან რატოს გაიხსნება როდის გაიხსნება ვერთის წყალობით უკვე სიმშვიდეა ეს გარკვეულ რაღაცა ვფიქრი რა გადავიარეთ არის მაინც რამდენიმე შემთხვევა ისე დაფიქსირდა თუმცა როგორც იყო აღნიშნული და როგორც ვარაუდობდნენ ვფიქრობ რომ ეს მოდინები საბედნიეროდ არ გამართლდება კი საბედნიეროდ არ გამართლდება და ამიტომაც არ არის გამართლებული მომიყევი შენი ამბავი ეხა, როდესაც რაღაცნაირად აქ შენ ჩარჩენილმა დედას იქ დაავალე რომ პური ეცხო და ხალხისთვის ერიგებინა. კი, დავალება ცოტა ისე შეიძლება აქეთ. ხო. იმ ადამიანს ყოფილიყო ინიციატია კი რაღაც კონტაქტ. ესეთ სიტუაცია იყო მოკლედ. იმ რამეს პირდაპირ ეთერში ვუწევდი, როდესაც გამოაცხადეს ჩვენი რეგიონის კარანტინა. მოგეხსენებათ ეს იყო გვიანი რამე და მის შესაბამისად დედა გამდინარე იქიდან მუშაობს დააწყო კურს რა თქმა უნდა ისვენებდა და დილას გადავწყვიტე რომ უბრალოდ სკოლისა მე თვითონ დამერეკა პირველ რიგში მე თვითონ დამემშვიდებინა ის ამეხსნა აღნიშნული მდგომარეობა და ასეც მოვიქეცი დილას როგორც კი დაურეკი ასევე ამ წუთებში უკვე მქონდა ნაფიქრი იმ მომენტში როდესაც ეს კარანტინი გამოცხადდა რა თქმა უნდა ეს თითოეულ ჩვენთანაში იწვევს გარკვეულ ემოციას, რაღაც გარკვეულ პანიკას, მეტესი ყოფ ადამიანებს. ხო, რა თქმა უნდა, როცა კეტავენ და გეუნებიან რომ მთელ რეგიონში კარანტინია, ძალიან რთულია. დიახ, უკვე ესეთ სიტუაცია ხარ, თითქმის ეს 2 კვირა უკვე შეეჩვია, ახაც მარნეულში შეეჩვია მოსახლეობა.
აღნიშნულ მდგომარეობას, მაგრამ იმ დღეებში განსაკუთრებით შეინიშნებოდა უფრო პანიკა და ნუ ეს მე რა თქმა უნდა ვიგვარაუდე მაინც და დილიდანვე როგორც კი დაურეკე იქნებოდა დაახლოებით 6 საათი, როდესაც დედაჩემ დაუკავშირდი, მოახსენი აღნიშნული მდგომარეობა, აუხსენი რომ არ უნდა ყოლოდნენ არანაირ პანიკას, უნდა და გაგვეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რასაც სხვათა შორის სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა, ისედაც აკეთებდნენ. ძალიან ბევრი ოჯახი ალბათ კი დარწმუნებულიო. კი და მოკლედ ამასთანავე უთხარი ეს ჩემი ინიციატივა, რომ მინდოდა ესეთ დროს დავხმარებოდი ამ რაღაც ჩემი თანადგომა გავამეხატა, ჩემი სოლიდარობა გავამეხატა ჩემი თანასოფლელების მიმართ. შევთავაზებ მსგავსი ინიციატივა, ანუ რაც ჰქონდა მარაგი ვითხრა დედამ დაახლოებით რამდენი ყოველდღიური იყო და გადავწყვეტეთ, რომ ეს ჩვენ ხელთ არსებული მარაგი დაგვერიგებინა უფასო სახლებაში. რადგანაც არ ვიცოდით ამ კრიტიკულ მომენტში როგორ იქნებოდა შემდეგვე მომარაგება, რა შევხვდებით, როგორ შევხვდებით და რაც ჰქონდა ხელთ არსებული და რომ ეს დაგვერიგებინა ფასოთ ესეც მოახერხეთ, ის ორი დღე იყო ჩვენთან ფასოთ. მოკლედ ემინდა ერთი რაღაცის აღნიშნა, რომ ეს არ გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსახლეობისთვის ეს იქნებოდა მხოლოდ ფასოდ დარიგებული პური, ეს არ იქნებოდა რაღაცა ფოქტებით, მხოლოდ საკვებად მიღებული პური და მე მინდოდა რომ ამით მოსახლეობაში გაჩენილიყო რაღაცა იმის განცდა, რაღაცა იმის იმედი, რომ ისინი რაღაც არ არიან მარტო და ჩვენ კაფეში შეგვიძლია. და ეს მომხდარიყო და გამართდა კიდევაც ჩემი მოლოდინები მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იმ დღეებში, როდესაც მოდიოდა მოსახლეობა ჩვენი თანასოფლელები გამოხატავდნენ რა თქმა უნდა მადლიერებას, განსაკუთრებით კიდევ ჩემი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან იშვიათია, როდესაც კრიზისში ადამიანები საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან და მე კიდევაც ვთქვი, რომ ამ გადაცემაში ყოველთვის, რაც პრინციპში ეს კრიზისი დაიწყო, კორონავირუსის კრიზისი დაიწყო, ყოველთვის ვაცნობ ჩემს მაყურებელს ისეთ ადამიანს, რომელიც ახერხებს რომ კრიზისში სხვაზე იბრძოლოს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა. მე მესმის რომ შენ ახლა არ გინდა ამის რაღაცა ისე აღნიშნა, მაგრამ ეს თქვენი ბიზნესი იყო, ეს თქვენი შემოსავალი იყო, ხა ბიზნესისა ასე ხო ხვდებით არის რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რაღაცა ის შემადგენელი ნაწილი ესე სიკეთეთ გადაგცეთ, თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემოსავალი არ არის იმდენი, რომ რაღაცნაირად შეძლოთ ხელგაშლილი. ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ და შესაბამისად ძალიან დასაფასებელია ის, რაც თქვენ გააკეთეთ და როდესაც ასეთ მაგალითებს ვაჩვენებთ, ადამიანებს უნდათ რომ თქვენაირები იყვნენ, ჩვენს მაყურებლებს უნდათ რომ თქვენაირები იყვნენ და შესაბამისად ძალიან ბევრი მე კარგ მაგალითებს ქმნით, მოკლედ ეს მინდა რომ თქვა. და ამიტომ მინდოდა რომ თქვენ გაეცანით ჩემს მაყურებელს და ენახა ჩემს მაყურებელს, რომ მათ შორის, ჩემს მაყურებლებშიც ბევრია თქვენარი და თქვენ ხართ ასეთი და უღრმესი მადლობა. მე მოვიკითხავ დედას, თქვენს დედას და მე მოვიკითხავ ყველას, ვინც მარნეულში ცხოვრობს, ვისაც არ აქვს მარტივი დღეები, ძალიან რთულ დღეებს გადიან და მე მოვიკითხავ ყველა ადამიანს, ვინც იქ არის ახლა ჩარჩენილი. უღრმესი მადლობა. თუ შეიძლება თქვენიც ერთ-ერთი ვისარგებლეთ. აუცილებლად, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ზოგადად ეხლა როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაც თქმა უნდა, ყველაფერი რაღაც ბიზნესი გარკვეული ადამიანი ცდილობს რომ გადაეჩინოს რაღაც საკუთარი თავი, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრით, რა თქმა უნდა, ასეთ წუთებში გითმოეთეს და გავსაკუთრებულად მე ვფიქრობ, რომ ვერავინ ვერ გადარჩება. ჩვენ გადაგვარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ ვთქვათ რაღაცა ხელგაშლილები, ვაკეთოთ სიკეთე, რადგანაც ეს არის ფიქრობ თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება, უბრალოდ ყოველისა რომ გარკვეული ჩვენი მოღვაწეობა, გარკვეული ჩვენი საქმიანობა რა თქმა უნდა გამოვაკეთოთ. ჩვენ ოჯახს ასევე ჩვენ სამშობლოს, ჩვენ სახელმწიფოს. სხვა იმეცნებათ ახლა რამოდენიმე წუთში, ანუ მინდა აღნიშნო, რა თუ შეიძლება რამოდენიმე წუთში აგიც 9 იქნება დღე ნამდვილი სიმამაცის, ნამდვილი ერთიანობის მინდა უდიდესი პატივისცემა გამოხატოს საერთოდ ადამიანის მიმართ იგი და მინდა გულია საქართველოს მეურვეობსო სახელმწიფოებრივ და ისაა და მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან დიდი მადლობა შენ, როგორც ღირსეულ მოქალაქეს ამ ქვეყნისას და მარნეულში ძალიან ბევრი ღირსეული მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი წევრები და შესაბამისად ყველას თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მოვიკითხავ შორიდან. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ რა ბედი ეწევათ ადამიანებს, ემიგრანტებს, რომლებიც ჩარჩენილები არიან სხვა ქვეყანაში ულუკმაპურო, ღია ცის ქვეშ და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურთ. ქართული ემიგრანტები თითქმის ყველა ქვეყნიდან, სოფლის ყველა ქვეყნიდან ითხოვენ დახმარებას, ბევრი მათგანი ღამეს ღია ცის ქვეშ ატარებს. არ აქვს საჭმელი, სასმელი და მოდი პოლიტიკა ცოტა გვერდით გადავდოთ. ამას ვახერხებთ, მე პრინციპში შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბოლო ეთერები ამას ნამდვილად ვახერხებ. მაგრამ ჩვენი მოქალაქეების ასეთი მძიმე მდგომარეობის ფონზე მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებულ ბაზე უარის თქმა
რომ ის უზრუნველყოფდა ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანას და უფრო მეტიც მათთვის საკარანტინე სივრცის გამოყოფას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დილად რომ თქვა, არის არასწორი და არასწორია სწორედ ამ ადამიანებთან. ადამიანებთან, რომლებიც ახლა სხვა ქვეყანაში არიან და მათ უნდათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის პოლიტიკური რევანშების დრო და არც შიშის ვინ მეთქულას დაიწერს, იმიტომ რომ ეს რეისები რომ დაგვენიშნა და დაენიშნა საქართველოს ხელისუფლებას, სხვა ქვეყანაში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები ჩამოგვეყვანა, მოიგებდნენ მხოლოდ ისინი, მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები და მათ შორის შვილი სახლში ეყოლებოდა ჩემს სტუმარს მარინა კიკნაძეს, რომელმაც დამირეკა და მთხოვა დახმარება. ქაბატონო მარინა, მოგესალმებით. მოგესალმებით ნანუკა. ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონზე, როდესაც თქვენ მე დამირეკეთ და მთხოვეთ დახმარება, რომ გამერკვია თქვენი შვილის ამბავი, რომელიც პოლონეთში ღიაცის ქვეშ არის, იმიტომ რომ თავის მე როგორც ვიცი ნათესავებთან ერთად მითხარით, ახლა სად არის თქვენი შვილი და ბოლო ინფორმაცია რა გაქვთ? ბოლო ინფორმაციით ნანუკა, ჩემი შვილი თავიდან ვიტყვი იმას, რომ არასდროს არ ცხოვრებაში არ მიფიქრია, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ სამუშაოდ რო წასულიყვნენ. მე სულ ვიყავით აქ და შეძლების დაგვარად მუშაობდით და ვაკეთებდით ყველაფერს. შეძლების დაგვარად. მით უმეტეს იცით ახლა რომ რანაირი დუხჭირი ცხოვრება ხელოში. ამიტომ სამთვიანზე წავიდა ჩემი შვილი. იქ რომ წავიდა, მშენებლები არიან, სერიოზული მშენებლები, ჩემი სიდე, ჩემი შვილი და 4 ბიჭი არიან წასულები. ძალიან კარგად შეასრულენ ის საქმე, მაგრამ არ ვიცი მე ვინ რა მოხდა იქ და გადაუხადნენ ძალიან მიზერული თავს. ხო, მაგრამ მე როგორც ვიცი და გავარკვიე, ძალიან დაემთხვა ეს კორონავირუსი და უკვე სიტუაცია არეული და ესეც ალბათ იყო ერთ-ერთი ფაქტორი. დიახ, თან ამას დაემთხვა კორონავირუსი. უკვე ბიჭებს ფაქტიურად აღარ ჰქონდათ. დიახ. ფაქტიურად აღარ ჰქონდათ ბიჭებს არც საცმელი, არც საჭმელი, არც დასაძინებელი და არაფერი აღარ ჰქონდათ. მესმის და ახლაც ღიაცის ქვეშ არიან თუ მოახერხეთ? იქ უკაცრავად გვიან მოდის ხმა და იქ რო ინციდენტი მოხდა, ქალბატონო ნანუკა, საელჩოს წინ, მაშინ უკვე აღარ პასუხობდნენ ზარ საელჩო, მაგრამ საელჩომ შეიყვანა, უთხრენ, რომ ჩამოდით ვარშავამდეო, ეს კატოვიცაში იყვნენ, ჩავიდნენ ვარშავაში, ამ წუთში დაბინავებული არიან ქალბატონო ნანუკა სასტუმროში, საჭმელიც მიუტანენ და ნუ ახლა შეძლების დაგვარად ეხმარებიან ამ წუთში მე მესმის ძალიან კარგი ხო და აი ამ ეტაპზე უკვე მე 27 აპრილამდე არ იქნება ფრენაო. 27 აპრილსაც რო ვერ აიღოს ჩემმა შვილმა ბილეთი, ის ონლაინ იყიდებაო, რო იძახიან და რო შევედით, საიტი დაბლოკილი იყო, საერთოდ ვერ მოვახერხეთ 23 აპრილის ფრენისთვის ბილეთის აღება. მაგას ველოდებოდით ამდენი ხანი. მე რა გარანტია მაქვს, რომ იმ 27-ში წავიღებ ბილეთს მოვახერხებ იმ 4 ბილეთის აღებას და ჩემი შვილების გარდა იქ კიდო რამდენი ხალხია ჩემ დღეში ვინ იცის ხო და მივმართავდი მთავრობას რა მოხდებოდა თუ კი ვინმე შესთავაზა ამ უფასოდ ჩამოყვანა მე 200 ევრო რო შემეგროვებია ქალბატონო ნანუკა ჩემმა მეუღლემ 4 წლის პენსია გამოიტანა ეს პენსია დავაგროვე გვიდევს ადგილზე რომ რა წუთში იქნება ბილეთის საშუალება რომ შევიძინო რა მოხდებოდა თუ კი ვინმე დაეხმარებოდა და უფასოდ ჩამოიყვანდა ჩამოსულიყვენ უფასოდ ის ბიჭები თუ იმ კარანტინშიც გაივლიდნენ და ყველაფერს მესმის რასაც გულისხმობ მე ამის მეფილია უკვე მე ამ წუთში ისე ვარ განევრიულებული და ემოციებიდან ვარ დაცლილი რომ მეშინია რომ 27 აპრილს რო ვერ აიღოს ბილეთი ჩემმა შვილმა ამას წინ Facebook-ზე ვნახე ეწერა ნომერი რო შეიძლებაო ესე იგი დაგეხმაროთო ბილეთების აღებაშიო გადავრეკე მე ამ ნომერზე და მითხრენ ერევანშიო შეიძლებაო გადაგიყვანოთო ერევნის ხაზითო და 350 ევრო მომთხოვა
თითო ადამიანზე. ეს ვიღაცაა გადამყიდველი ალბათ. არა, ესეთი ძალიან ბევრი იქნება და მე უკაცრავად ქალწონმანი ძალიან დიდი ბოდიში, ესეთი ძალიან ბევრი იქნება და მე გირჩევთ რომ მათ არენდოთ, მაგრამ მე ხომ მაქვს სხვა შეკითხვა. ანუ თქვენ ან საელჩო, მე როგორც ვიცი საელჩო რიგებს ადგენს. საელჩოსგან არ მიგიღიათ საელჩოები, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ახლა ბილეთების გაყიდვას და თქვენ არა გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია საელჩოსგან, მოგყიდიან თუ არა ბილეთს, არის თუ არა ადგილი 27-ის რეისი თქვით გონი? ქალბატონო ნანუკა, მაგ ინფორმაცია ჩვენ არ აგვაქვს, რომ ჩვენ ავიღებთ თუ არა ბილეთს და აი ამიტომ ვნევრივლობ ყველაზე ძალიან, რომ ჩემი მეუღლეც პენსიონერია, მე თვითონ კიდევ ქრონიკული დაავადების მატარებელი ვარ. მე ჩემი შვილი იყო ერთადერთი შემომტანი ოჯახში. კი, მოხდა ახლა იქ ასეთი რაღაცა მოუსწრო ეს ვირუსმა რაღაცა, მაგრამ მე ხო უნდა ვიცოდე, მე მიტოვ ვარ განევრიულებრივ, არა მაქვს მე გარანტია იმ 27-ში აიღებს თუ არა ბილეთებს, ჩემი შვილი. იქ კი ახლა ნამდვილად, ნანუკა, მე ადამიანს რო დაუკარგო სიკეთე შეიძლება ღმერთმა სხვანაირად შემომიბრუნოს, ღმერთის მორწმუნე ქალი ვარ. ამ წუთში სასმელიც აქვს, საჭმელიც აქვს, ბინაშიც არიან. მადლობა იმას, ვინც დაეხმარა. მაგრამ საელჩო დაეხმარა, ხო, როგორც აღნიშნეთ? საელჩოს თანამშრომლები. საელჩო დაეხმარა. კი, ნამდვილად აღნიშნეს ღირსია. მაგრამ მე არ ვიცი, მაგრამ 27-მდე რამდენი დროა? იქანა 2 სართულიან ბინაში არიან ქალბატონო ნანუკა. შეიძლება იმ ბინაში შედიან, გამოდიან ვიღაცები. იცით რა, ქალბატონო, ეს არის ძალიან ისეთი სხვა მიმართულება. თავარი არის ახლა რომ იქ რამე რო ის თავარი არის რამე შეიძლება სხვა შემთხვევაშიც მოსვლოდათ. ქალბატონო მარინა, ამაზე ხან უვიდარდებთ. ჩვენ თავარია ვიდარდოთ იმაზე, რომ ბილეთი იყოს რეისზე, რომ მოახერხოს საქართველოს ჩამოსვლა და მე ვიცი რომ თქვენი შვილი არ არის ერთ-ერთი. არც 2, არც 3, რამდენიმე ათეულობით და ასეულობით ადამიანია ემიგრაციაში, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში ჩამოსვლას და ამის უზრუნველყოფას. ქალბატონო მარინა, მე გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, თქვენი შვილის მშვიდობიანად დაბრუნებას ქვეყანაში და თქვენ სახლში. ახლა მე მინდა რომ მეორე პირდაპირ ჩართვა გქონდეს, იმიტომ რომ სწორედ თამუნა თანდაშვილისგან გავიგებ ინფორმაციას. მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, რატომ ვერ ხდება ამ ადამიანების უზრუნველყოფა, დროში გაწევა. ერთის მხრივ გასაგებია რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს სწრაფ ტემპში ამ მოქალაქეების ჩამოყვანას, იმიტომ რომ საკარანტინო სივრცეები არ არსებობს ქვეყანაში და შესაბამისად უწევთ რომ რაღაცა საკარანტინო სივრცეებიდან გავიდნენ სხვა მოქალაქეები და როდესაც თავისუფალი სივრცე გაჩნდება, შემდეგ დაინიშნოს ახალი რეისი და აი ესე რაღაცნაირად ცოცხალი რიგია საკარანტინო სივრცეზე, ცოცხალი რიგია თვითმფრინავებზე, რაც ბუნებრივია. ჩემი აზრით მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება ამიტომაც წელავს რეისებს, რომ ისინი ცდილობენ რომ აქ საკარანტინო სივრცე არსებობდეს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ. თამუნა თანდაშვილია პირდაპირ ეთერში, რომელსაც ჩემზე უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია აქვს. თამუნა, მოგესალმები, როგორ ხარ? მოგესალმები, ნანუკა, სამომშვიდობისა. სამომშვიდობისა ყველა ერთნაირად ვარ. კი, ზუსტად. თამუნა, რა ხდება შენი ინფორმაციით? რატომ ვერ ხდება სწრაფ ტემპში მოქალაქეების ჩამოყვანა ქვეყანაში? მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა ინფორმაცია, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყისიერი ნაბიჯები გადადგა და საავიაციო მიმოსვლა გარკვეულად ისეთ რთული ქვეყნებიდან, საიდანაც ამ კორონავირუსის გავრცელება ყველაზე სწრაფი მასშტაბით მიმდინარეობს და ჩაკეტა ავიამიმოსვლა. ამას უკვე შემდეგ დაერქვა. თამნა, ეს არის მოდი ბოლო ინფორმაციები დავიწყოთ, ეს არის ძველი ინფორმაციები, რაც მაყურებელმა იცის. აი ეს ყველაფერი უკვე არის ძალიან დაძველებული. ბოლო ინფორმაციები რო მიუყვეთ ესე თანმიმდევრობით, შენ გაქვს ძალიან ზუსტი და დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ხომ არ იცი აი ეს რეისები რის მიხედვით იგეგმება, ქვეყნები რომლებიც რიგში დგანან, იმიტომ რომ მაგალითად ეხა პოლონეთში ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტის დედა ყავდა ჩართული, რომელიც ძალიან დიდი ხანია თავის რიგს ელოდება, რომ ბილეთი იყიდოს და ჩამოვიდეს. როგორ ხდება ამ ბილეთების შეძენა? აი ეს ყველაფერი რომ მოგვიყვე. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი იმიგრანტების კუთხით და იმ მოგზაურების კუთხით, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩარჩნენ ქვეყნის ფაქტებს გარეთ. ჩვენ ნახეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი თავად აკეთებდა განცხადებებს და მოქალაქეებს უხსნიდა, რა პროცესია, როგორ მიმდინარეობს. კი, თუმცა აი არის მაინც მის კომუნიკაცია, თამუნა, მაგალითად ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ღიად უსაყვედურა კომპანიის ხელმძღვანელს, ავიაკომპანიის ხელმძღვანელს. ანუ ფაქტია, რომ და გამეკეთებინა კომენტარი,
იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ მაშინ ისეთ ქვეყანას, სადაც არ უნდა რომ მთავრობა ერეოდეს კერძო კომპანიების საქმეში, თავად კერძო კომპანიები უკვე უნდა ხვდებოდნენ ადეკვატურ რეაგირებას უნდა ახდენდნენ და თუ კი შესაძლებელია რომ მორასეულობით ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ვხვდებოდეთ რომ ამ ავიაბილეთების ღირებულება ნამდვილად არ უნდა იყოს 3 მაგი და 4 მაგი, რის გადახდის შესაძლებლობაც ჩვენს ემიგრანტებს ნამდვილად არ აქვს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა პოლონეთშია, სადაც უამრავი ადამიანი სამუშაოდ არის წასული. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა რომელიმე ქვეყნის დათვალიერების. ნამდვილად სხვა სეგმენტია. ქონდათ ის კაპიტალი დაგროვილი, ან თან არ ქონდათ იმხელა თანხაც აღებული, რომ შეძლონ რამოდენიმე დღე კვირა თუ თვე ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში თავი გაიტანონ და შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით თამნა ხომ არ როგორ ფიქრობ პოლონეთში რამდენად ახლა მაგალითად 27 აპრილამდე დიდი დროა 27 აპრილი თქვა მგონი რატო არ დავიმახსოვრე ეს ციფრი 27 აპრილი თქვა ანუ 27 აპრილამდე ძალიან დიდი დროა ესე იგი ნიშნავს იმას რომ კიდევ მაისი შუა რიცხვებამდე შემდეგი რეისი არ დაინიშნება ანუ მე მესმის ხელისუფლებისაც რომელსაც რაღაცნაირად მე რისი არ მესმის ამაზე უკვე ვისაუბრე მაგრამ ეს ახლა ამის შემადგენელი ნაწილი არ არის რაღაცნაირად მე მესმის ის საკარანტინო სივრცეები მაგრამ აქ არის ადამიანებზე საუბარი რომლებსაც ერთმა ქალბატონმა დამირეკა რომ ჩემს ქვეყანაში მინდა სიკვდილიო თუ კორონამ უნდა მომკლასო მინდა რომ არ ჩამომასვენონ ანუ ძალიან ემოციურია ამ ხალხთან საუბარი და ხომ არ ფიქრობ რომ რაღაცნაირად განრიგი უნდა შემჭიდროვდეს თამუნა და უფრო მეტი რეისი უნდა დაინიშნოს თვალისწინოთ ის ქვეყნები და დაწუნებული ვარ რომ სახელმწიფოსთან უკვე ხმა მიიტანა როგორც ემიგრაციამ ასევე ამ ავიაციო სივრცეში ჩართულმა ადამიანებმა სწორედ ამიტომ დღესაც მოვისმინეთ კომენტარი რომ საელჩოები ამ ეტაპზე იმ ქვეყნებს სადაც სწრაფად რეისის განხორციელება არ ხორციელდება უკვე ადგილზე ახდენენ მათ დახმარებას რომ ადგილზე კი აღნიშნა კიდევაც მშობელმა კი ნამდვილად ის გაწევა. უკვე რაც შეეხება ავიარეისების დაგეგმვას, უნებრივია რომ სახელმწიფოს აქვს გეგმა, ჩვენ ვეცნობით ყოველდღიურად ამ რეისების განრიგს, უბრალოდ რთულია მოსახლეობისთვის და მოქალაქეებისთვის გაიგონ რა პრინციპით მოხდება ამ ავიაბილეთების შეძენა. ხო, ძალიან დიდი დროა 27-მდე თამუნა წარმოიდგინეთ, დღეს არის 8 თუ 9 და 27-მდე უნდა ელოდეს. არ ვიცი რომელი საათია 8-9 უკვე აღარ ვიცი. 8 ხო? რაც მე ჩართული ვარ ამ პროცესში, ლოტის ავიაკომპანიით განხორციელდა 2 რეისი 28 რიცხვში და 3 რიცხვში. არ არის მარტივი ამის координация. ძალიან რთულია დარწმუნებული ვარ. დებათ ინფორმაცია იცოდნენ, რამდენად პრიორიტეტულად შეუძლიათ რომ გამოფრინდნენ. ჩვენ ნახეთ უკვე, თავდაპირველად არ იყო ამდენი ინფორმაცია და კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობდა. ყოველდღიურად ჩართულობით უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვაქვს ჩვენ სახელმწიფოსგან. მესმის ბუნებრივია. აქ მთავარი ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებას როდის შევძლებთ მოკლედ ეს არის თავარი. კერძო სექტორმაც მაქსიმალურად აქტიურად დავიწყოთ კომუნიკაცია ჩვენს ემიგრანტებთან, რითიც შეგვიძლია პროფესიების მიხედვით ჩვენი მდგომარეობა მე მაგალითად საავიაციო სფეროში მოღვაწეობ და მათ შემიძლია უთხოვარ ზუსტი გადამოწმებული ინფორმაცია ეს სხვათა შორის უნდა აღნიშნო აქვე და უნდა გითხრა რომ მე ძალიან ბევრი მიკავშირდება და ვისაც გვინც გადმოვა მისამართე შენთან ყველას არ გეზარება თითოეულ ემიგრანტს დეტალური ინფორმაციას აწვდი რაც დამიჯერეთ თამუნა რომ ახლა ინფორმაციას მათთვის ოქროს ფასი აქვს ახლა სხვა ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველს რო უნებიან როდის დაინიშნება შემდეგი რეისი რის შანსია მართლა ოქროს ფასი აქვს თამუნა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მე დიდი იმედი მაქვს რომ როგორც ჩვენ ადამიანები ვახერხებთ რომ არ ვიყოთ კრიტიკულები და ახლა მართლა ქვეყანა ისეთი ერთიანი უნდა იყოს როგორც არასდროს ხელისუფლება გადახედავს თავის უარს და რაღაცნაირად დაჯინების პრინციპსაც მოხსნის ამ ადამიანების გამო რომელიც სხვა ქვეყანაში არიან ჩარჩენილები და იმედი მაქვს რომ გადახედავს არა მაქვს იმედი ვიტყუები ჩემი ოცნება მოკლედ ეს ახლა ვებსბოდა და მესმის რომ მსოფლიო კორონავირუსის პანიკა მოიცვა მაგრამ დამიჯერეთ კორონაზე მძიმე პრობლემაა იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც შიმშილით კვდებიან ეს უკვე მე რამდენად გითხარით მაგრამ ეს ასია გადაცემის ბოლოს მე გავიმეორებ გიორგის მიმართვას რომელიც ახლა არის თურქეთში თურქეთის კლინიკაში გჭირდება გადაუდებელი ოპერაცია და მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი რაღაცა კორონავირუსებს საუბრობთ ეს ბიჭი საუბრობს იმაზე თუ როგორ გადარჩეს და ებრძვის სიკვდილს და მას სჭირდება $15,000 იმისთვის რომ ხვალინდელი დღე მისთვის გათენდეს და ამიტომ მე დაუშვი ესეთი გამონაკლისი რომ ერთი ვიდეო ორჯერ განმეორდება გადაცემაში იმიტომ რომ ეს ახლა ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეს რომელიც თურქეთში იმყოფება მე გისურვებთ თქვენ ჯანმრთელობას თქვენ და მთელ სამყაროს და გემშვიდობებით მომავალ ხშირვათამდე და გიხდით მადლობას რომ იყურეთ
უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს იმის გარდა, რომ ისევ ხალხს მივმართოთ ხოვნით, რომ დამეხმარეთ ჩემი ძმის გადარჩენაში. ეხლა გაგაცნობთ ჩემ ძმას. ვესალმები ნანუკას, მის მაყურებელს და სრულიად საქართველოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მით უმეტეს ასეთ დროს. ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და თუნდაც ერთი ლარი ჩარიცა. და აქამდე თქვენი დახმარებით მოვედი და იმედია, რომ კვლავ დამეხმარებით.